რატომ უნდა შენ თავს დაუძახო კარგი ბიჭი, როცა შენ კაცს იჭერ, ასამართლებ, ციხეში უშვებ, ოჯახს უღუპავ. შენ წარმოიდგინე ახლა კეთი, ციხეში ზის 1000-ობით ადამიანი, რომელსაც 2 შვილი, 3 შვილი, 5 შვილი ყავთ, ხო? და არის გოგო 30 წლის გოგო ყავთ ცოლი. რა ქნას მითხარი? ციხეშიც რაღაცა პურის ფული უნდა შეუგზავნოს. 1000 ადვოკატი, 1000 რაღაცა რა ქნას მითხარი? აი ხალხი ოჯახები იღუპება. კეთი როგორ არის იცი? გელა ბარკალაია. წარმოიდგინეთ თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარა და გელამ რო არის ის 300 მეტრის ქვევით, მიწის ქვევით რა არის ის ვიცი. ჩიტი რომ მიფრინავს ზევით აერში, შევხედავ და ვიცი გულში რა აქვს. უნდა იცოდე, გამოცდილება უნდა ქონდეს. თუ გინდა მაგარი იყო, უნდა საქმე იცოდე, პრაქტიკა უნდა ქონდეს მიღებული. შენ არ წიგნი იცი, არც პრაქტიკა იცი და როგორ გინდა ახლა საქმე ვაკეთო და წარმოებები მართო, ხო? ჩვენ გვყავს თაობა, შალვა, უკეთესი რო არ არსებობს ისეთი. მაგრამ ამ ჩვენ ახალგაზრდებს ჩვენ არ ვაძლევთ. არც განათლების საშუალებას, სტიმულს არ ვასწავლით, თავისით რაღაცას სწავლობენ, ბავშვები სწავლობენ და მერე სამსახურს ვერ შეულობენ. ვიღაცის შვილი მიყავთ, სამწუხარო კი არ არის კაცო, ეს არის საშინელება. ვიღაცის გაუნათლებელი შვილი მიყავდა ისეთ თანამდებობაზე სვამენ, მე მიკვირს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რო ხდება, ხო? რა ხდება ბიჭო, ვინ, სად, რა, როგორ? როცა განათლებული ჭკვიანი ხალხი ზის სახში, ახალგაზრდები და მერე მოვა კაცი და ეტყვის, მოდი ხარ იტალიაში, გაძლევ $5000 და იმუშავებ, წავა, გაგიჩერდება და ამიტომაა დიდი და პატარა. მე გეუბნები შალვა. 10 დღეში შეიძლება საქართველოში წესრიგის დამყარება. 10 დღეში. ვინც პირველი პირია ხალხს უნდა უყვარდეს. მაგრამ ხალხს არ უნდა უღალატო. ქვეყანას უნდა მიხედო პირველ რიგში, ხო? ყველაფერი იცი შალვა. ვინ არის ის, ვისია ტაქსი აეროპორტში, ვისია ფეხბურთი, ვისია კალათბურთი, წვიმა რატომ მოდის? ან ქარი რატო უბერავს? ნებისმიერო ადამიანმა იცი საქართველოში, ხო? ეს საქართველო პატარაა. მარტო ჩვენ სოფიში რასაც ყვებიან, მე ვარ გაოგნებული, ხო? აი ამ მიდგომით ქვეყანა წინ არასდროს არ წავა და ვიძირებით ყოველდღიურად. როგორ შეიძლება 3 მილიონიან ქვეყანაში ერთ წელიწადში 10 პრეზიდენტი შეიცვალოს, ან 10 პრემიერი. და ბიზნესმენი